მას ქალაქ როსტოვში ცხოვრობდა ულამაზესი გოგოდიანა. მას ჰქონდა ოქროსფერი თმები და ძალიან უხდებოდა. დილით პანჯარას რომ გამოაღებდა და გაიღიმებდა, ყველაფერი ნათდებოდა და ლამაზდებოდა. ერთხელ დავითმა შემთხვევით დაინახა და გულში ჩაუვარდა დიანას სიყვარული. დავითი შორიდან ეტρფოდა, ახლოს მისვლას ვერ უბედავდა. ბოლოს როგორც იქნა დაელაპარაკა დიანას. ისინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ძალიან მეგობრული ურთიერთობები გაუჩნდათ. ერთჯერ საღამოს ჰქონდა შეხვედრა რუსთავის პარკში. დავითი ელოდა და სიყვარულში გამოთქვამას აპირებდა. დიანა აბრიანებდა. გაიცოდა დავითმა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იქნებოდა, გული რატომღაც უცნიან იშლებდა. დავითი ჩუმად ჩურჩულებდა, სათხარ დიანა საგამდენი ხანი შენ დაგვიანება არ იცოდი. დავითს უნდა თენიშნა და აფორიაკდა. მან არ იცოდა დაგვიანება. დავითი გაიქცა საძებნად, გული რაღაც სულს უგრძნობდა. შავი ღრუბლები გადაიფარა მთვარეს, ხეები აშრიავდნენ და დავითს თითქოს რაღაცავის მომასწავლებელს მიანიშნებდნენ. საღამოს ორად სული ყოფილა ეს ცუდი სოფელი. დავითმა დაიწყო ყვირილი. სათხარ დიანა, სათხარ მაგამეცი. დაუცებ გაშეშდა, დაინახა დიანა მიწაზე, იწვა დამთხლად სისხლში, იყო ამოსვლილი. ვიღაც კრიმინალებს უნდოდათ დიანაზე ძალადობა. მერე უცბატანა დარდღეს და გაიხსნენ. დიანა სიკვდილს ებრძოდა და ჩურჩულებდა სათხარ დავით მიშველე. დავითმა დიდი ხმით დაიხვირა. არ დამტოვო მარტო ჩემო დიანა.
ელოდა მაგრამ ვერ ახერხებდა მოიკრიბა ძალა მერე დიანამ უცებ გაიღიმა და უთხრა მე შენი ვარ შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული ჩაისუფთა და საბოლოო სიტყვები ამოვიჩუჩულა შენ სიყვარულთან წავიღებ სამარადისოდ მერე თვალები გაიხდიანა დიანა სულ გავჩერდა დიანა უმალას ესი დიანა წავიდა ზეცაში დავითმა იქნო რაღაცავის მომასწავლებელი გრძნობა და სევდიანი ხმით დაიჩუჩულა დიანა ჩემო